შეხედე ახლა ამას. რა ეტყობა ამას ჯანსაღის? ეს არის ნამდვილი ფსიქოლოგიური ტერორი. ორშაბათიდან იწყებ მოხარშვას, ხარშავ ხორცს, ბოსტნეულს, შენ ბედნიერებას. მერე უკვე ზეგ ორ დღეში რეზინას რო ღეჭავ, გბეზრდება და მას ზეგ უკვე დიეტას კი არა, მარტო მაცივარსაც არ ყვევ. გამოვაგდე კრუასანი პირიდან. და ყველაზე ცუდი არის ის, რომ შენ აინაზღაური ამ ერთი დღით ყველა ეს კალორიები, რაც წინა 3 დღე ხარშვით და წვალებით დაზოგე. ამ ვიდეოში მოგიყვები, როგორ უნდა გახადო ტაფა შენი მეგობარი ჯანსაღი ყვებისას, რატომ ჩაგიტენეს თავში, რომ მოხარშულია ერთ-ერთი გზა 60-ისკენ და ასევე განახებ რომელი ცხიმის წყაროები და ზეთი რა დროს უნდა გამოიყენო. მოდი ახლა გავაკეთოთ წარმოსახვითი რინგი, აქ ვთქვათ წითელი გუნდი, რომლებიც ემხრობიან მოხარშულს და ეწინააღმდეგებიან ყველაფერს შემწვარს, ეს არიან ექიმები და ექსპერტები 1920 წლის მერე ახალი კვლევა რო არ წავუკითხავთ და მერე სოციალური ქსელის ინფლუენსერები ამათგან რო ისწავლეს. აქ ვთქვათ მწვანე გუნდი, რომლის სათავეშიც მე ვარ კაპიტანი. ეს მწვანე გუნდი არის მოხარშულის მოწინააღმდეგე და პირიქით შემწვარის მომხრე და ასევე ბევრი უაზრო მითის, რომელიც ჯანსაღი ყვების გარშემო ტრიალებს. მოკლედ მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი, ერთადერთ საქართველოში დავიცავ მწვანე გუნდს ბოლომდე. რაუნდი 1. შეწვა უფრო ასუქებს. რაც მარტივია, შვილო, მეუბნებიან 7 კალორია აქვს ცხიმს, წყალს 0 კალორია მოხარშე და დაიკლებ. ერთი შეხედვით ჭკვიანურია. მათემატიკაში ჩავდივართ და ნამდვილად ესეა. 1 გრამი ცხიმი მაძლევს 9 კალორიას, წყალი მაძლევს 0 კალორიას. თუ ცხიმის კალორიებს დავზოგავ, ეს დამიხმარება წონის კლების გზაზე და ჯანსაღი ყვების გზაზე, თუ ეს წონის კლებას უკავშირდება. თუმცა აქ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა და გარღვევა. ეს ადამიანები ცდილობენ აგვიხსნან რა არის ფიზიოლოგია და რიცხვები, იმის გარეშე რომ არ დააკვირდნენ ადამიანის ქცევას. სწორედ ის სიტუაცია, რაც თავში მოგიყევით ადამიანი, რომელმაც დღეს დაზოგა 150 კალორია, იმიტომ რომ მოხარშა, ხვალაც დაზოგა, ზეგაც დაზოგა და 500 კალორიის დეფიციტი დააგროვა ჭამში, მასზე გამოაღებს მაცივარს და ორჯერ მეც მინიმუმ დაიმატებს, იმიტომ რომ სტრესი და წნეხი განიცადა და უმარილო, მოხარშული, უგემური საკვებით ჯანსაღი ყვების გზაზე. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომ მათემატიკაში სწორები არიან, არ მარწმუნებს იმ მოცემულობაში, რომ ქცევითი სტრატეგიითაც სწორი იქნება ეს რჩევა. ამიტომ აქ ცალსახად მწვანე გუნდი მოიგებს 1-0. ბრალდება ნომერი 2. ცხიმი მიდის ცხიმში. ზეთ შეჭამ, დამარაგდება ცხიმად. რა ლოგიკურია რა? თუ ადამიანის ორგანიზმისთვის სამარაგო ენერგიის წყარო ცხიმია, თუ ჭამე ცხიმი, მოვიმატებ სამარაგო ცხიმის სახეს. მაშინ როცა ეს ლოგიკურად ჟღერს, სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც ამას იმხრობიან, ფიზიოლოგიის და ნუტრიციოლოგიის საწყისებშიც კი ვერ არკვევიან. უამრავი კვლევით ვიცით, რომ ადამიანის ორგანიზმში სამარაგო ენერგიის წყარო, ანუ ცხიმის მასას, მატებს არა ცხიმი, მაკრონუტრიენტი, არამედ კალორიების პროფიციტი. ანუ შენ ფაქტობრივად შეგიძლია დღეში მხოლოდ, არ ვიცი, 1 ბოთლი ზეითუნის ზეთი ჩაისხა პირში მთლიანად და მაინც გახდე. თუ კალორიებს დაიცავ. შესაბამისად, ცხიმი არ ნიშნავს, რომ დამარაგდება პირდაპირ ორგანიზმში მოხვედრისას დააკვირდი შენ კალორიულ დეფიციტს და აქაც ქულა უნდა მიცოთ მწვანე გუნდს 2-0. მესამე ბრალდება ზეთი იწოვს კიბოს, რაფინირებული ზეთები ორგანიზმისთვის ცუდია, ტოქსინების წყაროა, ზეთი ჭამე და მოკვდები. მწვანე გუნდმა რომ გაიმარჯოს აქ ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, იმიტომ რომ რეალურად ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ორ წერტილს თუ არ გავითვალისწინებთ, წითელი გუნდი გამოვა ამ დროს გამარჯვებული. ერთი არის მისი რამდენჯერმე გაცხელება, რა დროსაც წარმოიდგინო ზეთი ღრუბელივითაა, ეს ღრუბელი შეწვისას იჭმუხნება, შემდგომ თუ გაცივდება, გაიბერება, ისევ შეიჭმუხნება, ამ არაერთი პროცესის დროს სწორედ ის ტოქსიური ნაერთები, რომელიც ათებას იწვევს ადამიანის ორგანიზმში და შეიძლება იყოს დაკავშირებული კარცინოგენულ სიმსივნის წარმოქმნილ პროცესებთან, ნამდვილად წარმოიქმნება. ამიტომაც ზეთი გამოიყენე ერთხელ და ამასობაში გაუფრთხილდი შენ ჯანმრთელობას. და მეორე მნიშვნელოვანი წერტილი, ზეთის ოქსიდაცია, ანუ მისი დაწვა. ზეთი არ უნდა ავიყვანოთ იმ წერტილამდე ტემპერატურით, რომელსაც ვერ უძლებს და გაგიკვირდება და ყველა ზეთს თავისი ტემპერატურა აქვს გამძლეობის. რა დროსაც თუ გადავაჭარბეთ, იწყებს აბულებას. Smoke point-ი ყველაზეც თავისი აქვს, შესაბამისად, ზეთი კი არ ყოფილა პრობლემა. თუ ორამეს ითვალისწინებ, ერთი მრავალჯერ არ იყენებ და მეორე არაცხელად იმ წერტილამდე, სადაც იმ ზეთს გაძლება არ შეუძლია, ზეთი არასდროს იქნება შეწვისას პრობლემა შენი ჯანსაღი ცხოვრების გზაზე. კარგი, გავიგეთ რომ ზეთი და შემწვარი პრობლემა არ არის. ეხლა მთავარი კითხვა, რაში უნდა შევწვათ?
მოდი დავიწყოთ ამ ორით. ხალხის მრჩეული მზესუმზირის ზეთი და ფუფუნების წყარო ზეითუნის ზეთი. ეს იაფია, ეს ძვირია, ეს ჯანსაღია, ეს ნაკლებად ჯანსაღი. თან დაბალკალორიულია. ეს არის პირველი მითი. ორივე მათგანი მიუხედავად იმისა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო ჯანსაღია და ცოტა ხანში მოგიყვები რატომ, ერთი სუფრისყოვსი მომცემს 120 კალორიას. ანუ შემილია მე ჩემი მზესუმზირის ზეთის ნაცვლად ზეითუნის ზეთი დავასხა სალათას, მაგრამ თუ იგივე ოდენობით დავასხამ სალათას, რასაც ქართველი თამადა ღვინოს პირში ისხამს, ისევე გავსუქდები როგორც ქართველი თამადა. ანუ ზეითუნის ზეთი ჯანმრთელობისთვის უკეთესია, არ არის დაბალკალორიული არჩევანი. მთავარი მათ შორის განსხვავება არის მეორე მნიშვნელოვანი წერტილი შემადგენლობა. მაშინ როცა მზესუმზირის ზეთი არის ძირითადად ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების წყარო, ეს არის ისეთი ცხიმი, რომელიც მე მჭირდება, აუცილებლად უნდა მივიღო გარემოსგან, მაგრამ ერთი პრობლემაა, იმაზე მეც ვიღებ ხშირად გარემოსგან, ვიდრე მჭირდება. ომეგა-6-ის კატასტროფულად დიდი ოდენობით მიღება ანთებითი პროცესების წამახალისებელია ორგანიზმში. შესაბამისად, შენი ორგანიზმი თუ ომეგა-6 არა მარტო ზეთისგან იყენებს, რომელსაც შენ ხმარობ შეწვის დროს, არამედ ყველა სხვა წყაროდან გადამუშავებული პროდუქტები, მარკეტში ნაყიდი პროდუქტების უმრავლესობა სავსეა ომეგა-6-ით, საბოლოო ჯამში ანთებითი პროცესების წახალისებას შეიძლება შეუწყოს ხელი. მაშინ როცა ზეითუნის ზეთი არის ჩემთვის პირიქით ომეგა-9 ჯანსაღი მონოუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყარო, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ანთებას ებრძვის. ორივე მათგანი მჭირდება, თუმცა დოზირების და სიჯანსაღის კუთხით აუცილებლად ხაზგასასმელია უპირატესობას ვანიჭებთ ჩემს ზეითუნის ზეთს. შემდეგ მთავარი მითი, შენ შეიძლება ზეითუნის ზეთის საყიდელი ფული გაქვს, მაგრამ არ ყიდულობ, იმიტომ რომ გურუებმა დაგაჯერეს, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება მხოლოდ ცივად შეიძლება და იმით არ უნდა შევწვათ, იმიტომ რომ ტოქსიურია. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითი. ზეითუნის ზეთის smoke point-ი უმრავლესობა ზეითუნის ზეთს აქვს დაახლოებით 190-200 გრადუსზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მისით შეგიძლია შეწვა კვერცხი დაბალ ცეცხლზე, მოთუშო ბოსტნეულ გამოიყენო აეროგრილში. მაშინ როცა თუ მე ვწვავ ხორცს მამაპაპურად ან კარტოფილი მინდა მოუბრაწო, გვჭირდება მძიმე არტილერია. აი აქ შემოდის ჩემი რაფინირებული ზეთი, როგორც მზესუმზირის, ისევე სიმინდის, რომელიც უძლებს დაახლოებით 240 გრადუსს. შესაბამისად, მთავარი კითხვა მათ შორის არის, რომელზე მიმიწვდება ხელი და რომელს ვიყენებ რა დროს, რა პროდუქტის შესაწვავად. თუ დაბალ ცეცხლზე მჭირდება კვერცხის ბოსტნეული შეწვა, ზეითუნის ზეთი იდეალური არჩევანია, მათ შორის ცივად სალათებზე დასამატებლად, თუ მჭირდება მძიმე არტილერია და ხორცის მობრაწვა, ჩემი რაფინირებული ზეთები უკონკურენტოა. ზეთებზე გავერკვიეთ მე მგონი, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საქმეში შემოდის არა ზეთი, არამედ ცხოველური წყარო, ცხიმის კარაქი. უმრავლესობა ადამიანი კარაქს ანიჭებს უპირატესობა, იმიტომ რომ უფრო ბუნებრივია ეს დაუცველი გადის რაფინირების პროცენტი. სადღაც ისხმება, დუხს, მე რაღაც დეოდორანტები ემატება და მოდის ესეთი კამკამა ყვითელი ფერით ჩემ დახლთან. მაშინ როცა ეს არის ბუნების შვილი. მივიღე რძის პროდუქტისგან, რატო არ უნდა გამოვიყენო კარაქი შესაწვავად და რატო უნდა გამოვიყენო ზეთი. კალორიულობა არის მათი ერთ-ერთი მთავარი განსხვავება. მთავარი პრობლემა კარაქში არის ის, რომ თვალის ზომით თუ გავყავი 200-300 კალორია ისე გადავამეტე კარაქისგან, ვიდრე ზეთისგან, რომ ვერ გავიგე. ანუ პირველი გავუფრთხილდი კალორიებს კარაქის მოხმარებისას. მეორე მნიშვნელოვანი წერტილი გახსოვს ჩემი smoke point-ი. კარაქს იმაზე დაბალი აქვს, ვიდრე ზეითუნის ზეთს ექნებოდა. 150-160 გრადუსზე მაღლა კარაქი არ უნდა ავიდეს პროდუქტის მომზადებისას, რომელიც შეიძლება გამოიყენო ძალიან ხანგრძლივად კვერცხს თუ წოვ დაბალ ცეცხლზე, მაგრამ როგორც წესი სხვა დროს გირჩევნია კარაქი გამოიყენო როგორც ბოლო საკმაზი გემოსთვის და არა ძირითადი წყარო, რაშიც შეწვავ. იმიტომ რომ მესამე მნიშვნელოვანი წერტილი მაქვს, ნაჯერი ცხიმები. ანუ ცხიმები, რომლებიც ცხოველური წყაროდან მოდის ადამიანის ორგანიზმში და მაქვს შეზღუდვა. საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები მეუბნებიან, რომ ნაჯერ ცხიმებს უნდა ეჭიროს კალორიების მხოლოდ 10%. ანუ მე თუ 2000 კალორია მჭირდება, აქედან 200 კალორიის კარაქი ისე მარტივად შემიძლია ჩავიგდო დილის კვერცხში, როგორც არაფერი. სწორედ ამიტომ, როგორც წესი, კარაქზე არჩევანი გააკეთე გემოვნების თვალსაზრისით, სხვა შემთხვევაში შეწვისთვის ზეთი. ჩვენ ძვირადღირებული მეგობარი გამოიყენე. და კარაქი არ არის პრობლემა. კარაქი შემიძლია გამოვიყენო მათ შორის ერბო თუ ამ ყველაფერს ვითვალისწინებ. აი აქ შემოდის სიკვდილი, ჯანდაბა და ჯოჯოხეთი ამის მომგონს. ეს არის ტრანსცხიმები, დაჩა, მცენარეული ცხიმი, მარხვაზე ვარ და კარაქი მომინდა ცხიმი. თუ რამე არ მჭირდება რაციონში და აკრძალვებს ამ არხზე ძალიან იშვიათად შეხვდებით, არის ეს. ტრანსცხიმის საჭირო ოდენობა არის 0,
ამასობაში უსაფრთხოების დონე აქვს ძალიან პატარა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ რამე აზიანებს ჩემ გულსიზრახთა სისტემას, მეტაბოლურ ჯანმრთელობას, არის ტრანსცხიმები, რის უნდა მეშინოდეს და უნდა მქონდეს მიზნად, რომ ამოვიღო საერთოდ ჯანსაღი გზაზე, არის სპრედი, მარგარინები და მისნაირები. ასე რომ, ძალიან გთხოვ, პრეზიდენტს და დაჩას ერთმანეთს მუშიადარებ, გამოიყენე კარაქი და ერბო ადეკვატურობის ჭრილში, აი ეს აიღე და გადააგდე.